ხშირია ისტორიაში ბატონო თომა, როდესაც მამა შვილს კლავს, შვილი მამას, აი ტახტის გამო, თუ რაღაცა ინტრიგების გამო, აი ასე დროს სათქრება მამაშვილობა, ანუ ძალაუფლება ამდენად მიმზიდველია, რომ მამაშვილობასაც როგორ ჩანს, ხო, როგორ ჩანს, ეგ არის ეგ კი არა, ხო, ჯერ ეგ ხო მაგაზე რამდენი მიფიქრია, რომ აი ოჯახები ერთმანეთს ამოწყვეტენ ხოლმე თვითონ რა, ეხლა ალექსანდრე მეორე რომ მოკლა თავის მაშვილმა, ნუ გამუსულმანებული იყო ეს კონსტანტინე ჩამოვიდა, ძმა მოკლა და მამა მოკლა და მერე გახდა ეს მეფე და ნუ მერე მოკლეს ეს, რა ქვია, კონსტანტინეს კახელენა, მაგრამ ავგიორგი ხომ აგიტო, მაგრამ თელ ოჯახს დაერია და მერე ნუ ბოლოს დაახჩეს იქ, რა ქვია, ქსნის ციხეში. ხო და ალბათ ძალაუფლება არის ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება ხელში ჩაუვარდეს ადამიანს, რომელიც აკარგინებს სახეს. და ეგ კი არა საერთოდ რა არის ხო რომ როდესაც დინასტიები ცვლიდა ერთმანეთს მთელ დინასტიებს ხოცავდნენ. ხო, ბავშვებს ანუ მეორე დინასტია რა. რომ ის ბავშვი რო გაიზრდებოდა და პრეტენზია ახლა ტახტზე ოჯახებს წვიტავდნენ თლიანად. ანუ ეს მამაშვილობა არ არის, მაგრამ უბრალოდ რასი სასტიკია წარმოიდგინე რომ ეს რადგან ეს დინასტიის ბავშვი ხო ეს პატარა ბავშვები რომლებიც შეიძლება თვეების იყვნენ ან 5 წლის ან 10 წლის აი ეს ანადგურებდა პირწმინად ეს დინასტიების ის იყო ხოლმე რა. ხო და მე ამაზე ვისაუბრ გვიფიქრია ხო რა თქმა უნდა. ძალაუფლება არის ყველა საშიში რამ და როგორც ორველმა თქვა რომ ძალაუფლება რყნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად ეგ არის ყველაფერი, ამიტომ არის ყველაზე კარგი დემოკრატიაზე კარგი არ მოუგონია კაცობრიობას არაფერი, იმიტომ ეგ არის ბალანსის პოლიტიკა და ეგ არის ურთიერთ კონტროლის პოლიტიკა. ეგ ინახა, ეგ იჭერს ახლა აი მე-20 საუკუნის ის არის პროდუქტი ასე ვთქვათ, რომელიც არის ყველაზე კარგი ჩემი აზრით და ყველაზე გამოცდილი რა, რაც არის ჩვენ გარშემო, რაც შეიძლება იყოს სისტემა, თორე დემოკრატია ზოგადად ეს ხო არ არის რომ დემოკრატია ადამიანორჩა ის ყოველთვის როგორც ჯაბა თქვა დემოკრატია ლობიობს ჭამა. დემოკრატია ლობიობა არ არის ხო. დემოკრატია არის იგივე რომ აი ველოსიპედით მიდიოდი და გაჩერდე გადმოვარდები რა. ანუ მაგრამ ამაზე კარგი სისტემა არის, ეგ არის ბალანსის პოლიტიკა, რომ ერთმანეთი არ დახოცოთ ადამიანებმა. თორე მე ადრე სულ მეგონა რომ აი ადამიანები მხოლოდ იყვნენ შუა საუკუნეებში ესეთ სასტიკები. ესე მეგონა. მაგრამ რაც მე თქვა იგივე აი სირიის ომში ვნახე, რომ ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ და ის რა ქვია, ავღანეთში ადამიანებს ვიდეოს უღებდნენ, თავებს როგორ კვეთდნენ და რაღაცა შორს რო არ წავიდეთ, რაც რუსებმა გაგდაში გააკეთეს, ახლა ხას ბუჩაში გააკეთეს. უკრაინაში რაც ხდება დღეს. ბუჩაში რაც გააკეთეს რუსებმა. ხო და მაშინ მივხვდი რომ არ შეიცვალა ადამიანი, არ შეიცვალა სისასტიკე, უბრალოდ ჩვენ უნდა შევხვდათ ჩვენს გარშემო, აი მაგას რითიც დავიწყე, ეს მრავალფეროვნება, ეს რაღაცა სიყვარული, რაღაცნაირად ჩვენ გარშემო ჩვენ თუ არ შევქმნით, ხო, აღმოჩნდებით ამ რაღაც აი საყოველთაო სიძულვილში.